თითქოს ფსიქოზის უბნებელი. კანაფი. ხო. არ ვიცი ხა ნარკოტიკი ქვია და არის და როგორ შეიძლება ნარკოტიკი იყოს უბნებელი. ესაა წამალი. ესაა წამალი, ანუ ექიმის გარშე არ შეიძლება და ეს წამალი უნდა დამზადდეს გარკვეული წესით, უნდა მიიღოს გარკვეული წესით. იქ უნიშნავენო მოწევასო გლაუკომა, სიმსივნე, დიაბეტი. რა მოწევა? არა, სპეციალურ ხა წვეთებით დაიწყეს, აბებს შეახარაკეთებენ, მაგრამ უნდა ჩაყლაპო. იმიტომ თუ არ ჩაყლაპე, იმ დოზას ვერ მიაღწევს სამკურნალოს. და რო ყლაპავ, ნელ-ნელა ორგანიზმი ადაპტაციას განიცდის და იმ დოზასთვის ემზადება, ანაწილებს, გადაანაწილებს და ასე შემდეგ და წამლად ერგება. მოწევ, როგორც არასწორი მიღებული წამალი კლავს, ხო? ზუსტად იგივე. ზუსტად. და არ ვიცი, ხა მადლობა ღმერთს გამკაცრეს ნარკომანიასთან ბრძოლას, მაგრამ ეს სიმსივნიანები, გლაუკომებიანები, დიაბეტიანები იქნებ მაგათაც ეშველოს, რომ რაღაცა სწორი ფორმით წარმოება შესაძლებელია, რომ არ წვადი დაწვა, არ შამფური, არ გავრცელდეს ეს ნარკოტიკული სახით. უპრობლემოდ მერწმუნეთ, ბევრი მეთოდია იქნება ამ საწყალებსაც ეშველოთ რა, დაავადებულებს, იმიტომ რომ ძალიან ანელებს. და თუ არ გააგიჟა კანაფა, იწვევს გადაძაბვას იმ კანაბიდოიდური რეცეპტორების. ანუ მაინც და ღებულობთ ყველაზე კარგ შემთხვევაში სიმსივნეს. სიმსივნიანი თემაა, ოჯახის წევრებთან, ადამიანურად ურთიერთობს და ის ტრაგედიები არ ხდება და ასე შემდეგ ოჯახში, განიცდიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ცნობიერება რომ შენარჩუნებული აქვს და გეკონტაქტება. ეგ წარმოგიდგენთ სიმსივნე რომ უკეთესია იმ ხაშიშურ ფსიქოზს. კატასტროფა ხდება. ცოლს რო ქმარი შერცხვება ხა, შვილს რო მამის შერცხვება, საოცრება, სასწაული.